რა მოხდება თუ არ გეჯავს საწმელი კარგად? უამრავი ადამიანი გეუბნება რა ჭამი, რა არ ჭამო, ესე მოხდება, მაგრამ არავინ არ გეუბნება საწმელი როგორ უნდა დაგეჯო. 90% ადამიანი კარგად არ გეჯავს საწმელი. აიურვედაში 1000 წლიდან წერია მეგობრებო, ერთი ლუკმა ადამიანმა 32 ჯერ უნდა დაგეჯო. ხალხი ფიქრობს 32 ჯერ უკვე ზედმეტია. მაგრამ მაგის უკან არის მეცნიერება მეგობრებო, რატო უნდა დაგეჯო საწმელი. პირდაპირ კავშირშია ჩვენი კუჭნაწლავი და ჩვენი ტვინის ძამთელობაზე. ბოლომდე უყურე ვიდეო, მარტო ერთი პატარა საწმელის გეჯვა რას აკეთებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. საწმელის დაგეჯვა ისე არ არის. საწმელის გადამუშავება აქედანვე იწყება. ჩვენ უგზავნით სიგნალი ტვინში ეს და კუჭში რო ეს ფერმენტები გაუშვათ, რომელიც ჭირდება რომ საწმელი გადამუშავება რო დაიწყო. კუჭნაწლავის წნევა არ იქნება ზედმეტი. კუჭნაწლავში როცა ზედმეტი წნევა არის, მაშინ იწყება ბუასილისნაირი ბევრი დაავადებები. იქნება უფრო ადვილი ჩვენი კუჭისთვის მაგი გადამუშავება და ნაწლავამდე წავა თითქმის ყველაფერი როგორც საჭიროა ესე. და ქრონიკული ეგეთი დაავადებები როგორც არის ბუასილი, როგორც არის irritable bowel syndrome, როგორც არის leaky gut, ნახრეთი რო არის ნაწლავებში. პრობლემა მოგვარდება მარტო საწმელის გვეჯვით. კიდე სასწაული რა მოხდება? თუ გინდა პირველივე დღე გასინჯე. თქვენ რო ჭამს სოულებრივად საწმელი, ერთი დღე ცადე, როგორც გეუბნები 32 ჯერ ერთი ლუკმა რო ჭამო და მერე ჩაკლაპო საწმელი შიგნით. საწმელი ჭამის მერე გასინჯე, გლუკოზის რაოდენობა 30%-ით მაშინვე შემჭირდება თქვენი სისხლში შაქრიანობა. ანუ შაქრიანობა, ანუ დიაბეტი შეიძლება საწმელი წესიერად დაგეჯვით. 32 თუ არა, 25 ჯერ მაინც რო დაგეჯო, ნახშირისწყლების გადამუშავება გახდება მერე ადვილი, ანუ ადვილი როგორ სწრაფი არ იქნება, მაგრამ ჩვენი ორგანიზმისთვის სხვანაირად კეთდება მაგი მეტაბოლიზმი და კუჭნაწლავიდან უფრო გარეთ სწრაფად მიდის ნახშირისწყლები ვიდრე სისხლში. თუგაც უხებ რეფლუქსი, შებირელობა და გაზები. ერთხელ ცადე, რომ ეს ლუკმა კარგად დაგეჯო და ისე ჩაკლაპო. რა მოხდება, ხო? ხირა ხო არ იქდის. წესიერად დაძექი, სასტრაფოდ არ უნდა ჭამო საწმელი. ან ტელევიზორი რო არ უნდა უყურო. საწმელი უნდა დაჯდე და ნელა უნდა ჭამო. საწმელი ცოტა შეჭამს, მეტად გაგაკმაყოფილებს ეს საწმელი და ჯანმრთელობისთვისაც საუკეთესო იქნება. დაგეჯვის პროცესი ჩვენი პარასიმპათიკური ნერვოზული სისტემა ააქტიურდება და ეს დასვენება და გადამუშავებაში ეგეთი პრობლემები, სტრესი, შეშფოთვები, ეგეთი პრობლემის კურნალობა შეიძლება მარტო წესიერი დაგეჯვით. ეხლა ეს სწრაფი საწმელი ვინც ჭამს? პატარა ბავშვები, რომელიც ერთი ხელში მობილური, ერთში ჭამს. ის კი არა ჭამს. ეს ჩვენი ეს სისტემა არ იგებს იმ საწმელს. მიდის შიგნით, მერე იბადება სიმსუქნე და პატარა ბავშვებში დიაბეტი რო დაიწყოთ. ეს მაგისი ბრალია. განა იმ პატარა ბავშვმა რა აქნა ეგეთი. მაგრამ ცხოვრების წესი, ერთ ხელში მობილური, ერთ ხელში ჭამა, ერთ ხელში მობილური, ერთ ხელში ჰამბურგერი. ბავშვმა არც იცი დაგეჯა, იმას უყურე ჩვენი ტვინი ვერ იგებს ეს რას აკეთებ. დარგვევა. იმიტომ ბავშვებსაც ასწავლე. დაჯექი, წესიერად დაგეჯე და ესე ჩაკლაპე. ეგეთი ადამიანი, რომელიც სწრაფად ჭამს, ნახევარი საწმელი არ გადამუშავდება და სიმსუქნის პრობლემა უფრო მეტია ეგეთი ადამიანს, რომელიც კარგად არ გეჯა. 32 ჯერ უნდა დაგეჯო? არავინ არ გეჯავს, არავინ არ თulit, მაგრამ წესი რა არის, მეგობრებო? ჯერ საწმელი თქვენ წინ რო დევს, ჯერ კარგად უნდა ისუნთქო, რომ გაამზადო ორგანიზმი საწმელი ჭამათ. დანა ჩანგალი ხელში რო არის, ერთი ლუკმა ხო ჩადე პირში, მერე ეს დანა ჩანგალი დაბლა უნდა დადო. არა
ესე რომ ერთი ლუკმა პირშია, ერთი ლუკმა მზადდება. ერთი პირშია, ერთი მზადდება საჭმელი ჭამად. ესე არა. ერთი ლუკმა წავიდა პირში, ეს დალა ჩანგალი, დაბლა დადე. დაგეჯე, წავიდა შიგნით, მეორე აიგე. დანაჩანგალი კიდე ესე. მეგობრებო, თქვენ ნახავთ, მარტო ამ პატარა შესწორებით თქვენი ბავში და თქვენი ჯანმრთელობაზე როგორი ეფექტი იქნება და სულ იკავი ჯანმრთელი და ბედნიერი და მომავალში ეგეთი ვიდეოებისთვის და ინფორმაციისთვის აუცილებლად გამოიწერე არხი და ეგეთი მეგობარს აუცილებლად გააზიარე, რომელი სტრაფად ჭამს საჭმელი. კარგად და ჯანმრთელად.